Salami okrxalts, როგორ ხართ გოგობა და ბიჭობა, Doki versus Vileni, აკაპელა ბეთლის მეორე მეოთხედ ფინალი. ჩავუჯდეთ. იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. თან Doki-ს ყველა ველოდებოდით ხო, რა თქმა უნდა. მარტო მე არ ვიყავი ისე, რომ აუ მიდი რა, როდის იქნება, რომ მოგვენატრა ამის ჩახლართული პანჩები და გენიალური სტრუქტურები. მე კარგი ბეთლი გამოვიდა, წარმატება უსურვოთ პროექტს. გამოიწერეთ Raymond Roots-ის YouTube channel-ი და წავედით უყუროთ. ეს არის Raymond Roots-ის პირველი სეზონის მეორე ივენთი, სადაც Doki და Vileni დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სეზონს ვერ ნახავდით, რომ არა სახელოსნო ბარი, რადგანაც ისინი ჩვენი სპონსორები არიან, ასე რომ და ჩვენი მხარდამჭერი კომპანია Control Room-ი. Yo. შენიც ხო? პირველი რაუნდი. Vileni. Vileni ყოფილა და არა Vileni. ფოტოებს რო გადაიღებთ, გამოგზავნა არ დაგავიწყდეთ. ეს ვერ მივხვდი. ალბათ ინსაიდური ხუმრობა. და ბარემ გეტყვით, რომ ჩემი ფანჩების 99.9% რეკომენდირებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ. ნუ ეს ძველი ხუმრობა. დოქტორი დრე, დოქტორი სტრეინჯი, დოქტორ მერტენსი, გიორგი ღოღობერიძე. Doki. იცით Doki-ს მთავარი მიღწევა მედიცინაში? აბა, ერთხელ სტიჩიმ დააცემინა და ამან ჯანმრთელობა უსურვა. ერთ ბეთლიანი გოუთი პირველივე ბეთლს აგებს. შენ და სამწუხაროდ დღეს მომიწევს შენი პირისაგან მიწისა აღაგვა. მე არ ვარ მალიარი, მაგრამ შემიძლია 50 კვადრატისა დაგაჯვა. ჩემი ბრალი არის, რაც დღეს მოხდება. ისე დაეცემი ვერგიშველის ვალერი მელაძე. ვერც ვიაგრა. ეს ძალიან კარგი პანჩი იყო, ვერც ვალერი მელაძე, ვერც ვიაგრა. ვისაც არ გახსოვთ, ჯგუფი არისო, ჯგუფი იყო მეგონი რაღაც რუსული. და ვიაგრა კიდე რაც არის, ყველა მოვიცით. ძალიან კარგი იყო. ხა თავი გეგონო სტიაშკა. მაგრამ ცოტა რაღაცა არ ყობა, აი მონოტორული. 50 ვარ, კაცი. მონოტორულად რაღა და მონოტონულად. ფუ, ბლიად, ვერ არის კაი ამბავი. ხო, რა ხომ მიხდით რის თქმაც მინდა. აი ცოტა მეტი ის რო ქონდა სექშენი უფრო მოუხდებოდა. ვაგრძელებ კი. მაქვს ბევრი საბაზრო და გივარდება ფასი საბაზრო. ფანჩი გაუმაზო არ არის შანსი ხარ ჩემი ლანჩი და შენ უცადილობ დარბაზობ ყმაწვილო ხო არ ბრაზობ. ტექსტი გეომეტრიული სიზუსტით დაწერილი არ ჭირდება თარაზო. ეს იმიტომ რომ მაქვს OCD, ანუ ჩემი ყოველი ბარი არის იდეალური, არანაირი ასიმეტრია. და შენი გავლილი 8 მილი ჩემთვის ასიმეტრია. თუ გეგონა გქონდა 100 ფანჩი, ამაცილი 100 ვეტყვია, მე Doki-ს ველოდებოდი და გაჩითეს ინგა. ინგა მუტალოდა. არ უწერს ხვის გოგოებზე და არც ვიღაცის ანანიზმზე. დღეს დავასრულებ შენ კარიერას და დარჩები მუდამ პერსპექტიული. ჯანუ ანანიძე. შენი ჰაიპია უფრო ხელოვნური ვიდრე ბოდოგლიმტის სტადიონი. საფეხბურთო პანჩები ძალიან მიყვარს. აი. კაი. შენი ჰაიპია უფრო ხელოვნური ვიდრე ბოდოგლიმტის სტადიონი, ინტელექტი ან ნებისმიერი Instagram ინფლუენსერი. ვარ დაუმარცხებელი ვენგერი ბარებით თამაშობ გემბლერი ბენგერი შოკმენი მებორი შედორი შევძინე ელფერი შევწერეთ თქვენი გოუთის მოუდი ჩაირთო და მის განადგურებას 4 პანჩს მოვუნდი. ხო და მოიხსენიე გვარდისფერი სათვალე, დაიწყო შენი ფასადური ჰაიპის ნგრევა. თავი გეგონა სასახლე ხარ პანჩების პანჩატური. ექიმო, აიღე ბარომეტრი და გაზომე ჩემი ბარების წნევა. იცის რომ არც ისე კარგია, მაგრამ MC ლადოს რო usmens, თვითონაც ცდილობს, რაქნას გული არ უთმენს. ლადოზე ცუდი არ თქვა? რაიმსთან და იმდენად უინტერესოა, სუსიც არ უსმენს. რისი ექიმი ხარ, საკუთარ თავსაც ვერ შველი, აშკარა დავათხარ, არადა. მაინც არავინ მოგისმენს, სულ რო გახდე თამადა. დაჟე ოჯახის ექიმიც კი არ მოგისმენს ფილტვებზე. ყვილად გაცივდი. ყვილად გაცივდი. ძალიან ფანი პანჩებია, გასწორე. დაჟე ოჯახის ექიმიც კი არ მოგისმენს ფილტვებზე, ყვილად გაცივდი, გაგხიხინები.
ჩემთან არანაირ თამაშს არ გირჩევ, თორემ ვერ გაიხილები. შენზე რაღაცეების ძებნაში დიდი დრო დავხარჯე, ასე 6-7 წუთი. მერე საქმეში ჩავრთე ჩემი დიდი კუნთი, ანუ ტვინი და მივხვდი, რომ ჩვენი ერთბეთლიანი გოუთი ძალიან გავს ჟორჟინიოს. ტიპის მარტო ზედმეტ სახელი ვიცით. დოკ რიდლა, კაცი გამოცანა. ხოდა დღეს მოგხრი როგორც კითხვის ნიშანი. დოკი არის ელამის სნაიპერი და როგორც მთაწმინდაზე ტირის თოფები არეულია მისი მიზანი. ისე სადაური რიდლა ხარ. მე მეგონა რომ ქამუშაძე იყავი, იმიტომ რომ გიყურებ და მაგარი გაჭირვებული ხარ. ინტრიგა მოუკალი, ჯობნის მჯობნი როგორც ბოლოჭიქა არ უნდა დამელია. ისეთი გაჭირვებული ხარ, ხო აღმარჩი დაგეწია. შენი მდგომარეობა არის უსაშველო, ანგელოზებო დაიცავით სათხართ, თუ მფარველობთ, თორემ დოკი გახდა სრულიად უსარგებლო, აქ მოსვლას გერჩვენა მუნუოქი გესწავლა და უკანგევლო. რადგან დღევანდელი დღის მერე იქნები ზედა სახელოს გარეშე, ანუ უსახელო. ვაგრძელებ. პრინციპში შენი თავი რჩები, შენთვის არაფერი იცვლება. ყველაფერი ისევ ისერჩება. რა Google, რა Spotify, YouTube-ზე დივაინის გამო ისერჩება. შენ რომ დღევანდელ ბეთლს მოიგებ, მაგის თეორიული შანსიც არის ფარცი. გამარჯვების არ არის პროცენტი. შენი ვერსები გავს 40 წლის ქალიშვილს. ანუ არის არაფრის მომცემი. შენ ხარ ჩიტო ვერა და გგონია დღეს მოიგებ? ჩიტო ვერა. დაგიდგები სადაც გინდა, რინგი კი, ოქტაგონი კი, გალია კი. ხო ხედავ ვეგარითმო, დაგეწყო ფანჩების გალია კი. მე მაქვს ჯანსაღი ამბიცია, შენ გაწუხებს განდიდების მანია კი. არ საიდან ბეტოზე შემოვარდი მანია კი. ვიცი დაგევასა კაია კი, წყალივით მიდის როგორც კაია კი. ლაინერს რატომ ეჯახება კაია კი, ვინმე მგონზე მოიყვანეთ, ასუნინეთ ამია კი. დოკ, არ ვიცი რა გეგონა, სად მოდიოდი. რემონტა და არ იქნება დაგისვამ წერტილს როგორც დიოდი. მიზანი არ ამართლებს საშუალებას, ტყუილად ცდილობ. ფაქტი ერთია, კი არ ბეთლაობ შენი სულით ვსადილობ. სოლო MC ვარ, შენზე ვიცი რომ მაგ ტექსტს ბევრი დაწერდა. ლამის დავიჯერე შენი ემსობის 22 წლის ბეტლში დაბერდა. სინგულარობა ტექნოლოგიაში. იმდენად შორს ვარ, რომ შენი გონება გახდა ლეში. დღეს ის დანებდა. ისე ახლა რაც უნდა ვთქვა უცბად ამბიცია. ძალიან ტექნიკურია, კარგი ბარები აქვს და ასწორებს მისი მოსმენა. უბრალოდ რაღაც აკლია რა, ცოტა დუხი, ცოტა ქარიზმა, ცოტა სხვანაირად წაკითხვა, არ უხდება ესე მონოტონურად კითხვა კიდე ერთხელ მეორებ ერთი და იგივეს, თუმცა მაინც აი ამ ბეთლს იმ ფანჩებსაც უკარგავს ელფერს არ და ბევრად კარგი რაღაცები ქონა, აი წერან მანიაკზე და რაღაცებზე აწყობილი სეტაპი, ეგეც ძალიან კარგი იყო. უბრალოდ შეიძლება უკეთესად წაიკითხა აი ყველაფერი და დელივერი უკეთესი რომ მქონოდა, ჩვენც უფრო მეტი ემოცია გვექნებოდა შესაბამისად. მაგრამ ისე ყვება თითქოს აი ერთი ჩვეულებრივი ისაა რა, ანუ არაფერი თხრობით ყვება ძალიან. გონი რაღაცა გამოდი. მიხვდით ხო რა ვთქვი? მე ვთქვი დო, კ, რე, მონტადა, მიზანი, ფაქტი, სოლ, ო, ლა, მის, სინგულარობა. ენემი გაიჩნდა. დო, მი, რე, ფა, სოლ, ლა, სი. ოპა, აი გვერდ დავამუღამეთ. ფორმაში. ბეტლი ხომ მოგიგე და თავში გირტყი ნოტების რვეული. ბოტები რასაც უნდა იმას დაწერენ, მათთვის ჩემი ხელოვნება არამეული. ნება არ მისცე კომენტარებს გონება დაგიბინდონ, იფიქრე უფრო რაციონალურად. ბეტლის დაწყებამდე ლომი იყავი, გავიდა ნახევარი რაუნდი, გაქციე კაცი ორაგულად. ვარ ჟანრის ერთგული, ეგული ამოგიგე დაქტოვე უგულოდ და ჟურის რამდენი ფოტოც არ უნდა უგულო, ამ ტურს მაინც ვერ გახვალ. რადგან მაინც უგულებელ ყოფენ, როგორც YouTube-ზე კურსიჯის რეკლამა. სუსტად. სკიცი რომ ემსებს საქმეს ვურთულებ, ჯერ ბეტლზე ვუსრულებ, მერე კარიერას ვუსრულებ. თან ბეტლებს ვაფშე არ ვუყურებ, არც ინგლისურს, არც რუსულებს. ყველა ჟური TBC-ის მომხმარებელია, ამიტომ მაგუაზრო ბარებით ვერ დააგრობე პლუს ქულებს. პლუს მაგუაზრობებს სხვა გიწერს. მე რო არა ეს ბეტლი იქნებოდა ნახვებით ბოლო. ჟური პლუს ქულებს დამიწერს, ეგრე თუ გააგრძელე, ვერასდროს გახდები სოლო. ჭკვიანი. ბოქსზე აწყებული ჭკვიანი. გონების ანექსია. კინების გარეშეც მე მიმაქვს ყოველი კრედიტი, თითქოს ამექსია. კიდევ ერთი ამექსი. შენ რო შემდონემდე ამოხვიდე, ნაცნობები დაგჭირდება NASA-ში. კიშიმოტო ვარ და ჩემი ხელოვნების ცნობა არასდროს გაჭირდება მასაში. მასაში კიშიმოტო იქნება. შენ დღეს ვერ იქნები ვერც პატარა ბიჭი და ვერც მსუქანი კაცი. მაქსიმუმ იყო რაღაც ჩინური ხლაპუშკა. ორჯერ გაისვრე და დამთავრდები მერე. თავი გეგონა მთავარი კერძი, გაიჩიტე ბინძური ზაკუსკა. ისეთი რომ დაჟე სასმელს არ მიგაყოლებს პელე. შენ ჩემზე დიდი ვერასდროს იქნები, არ ხარ ინგლისურში ახალი წინადადების პირველი ასო.
პირველი 100. ისი 100 კი. თან ერთი კი არა, მთელი ანბანი. ხოდა დღეს უნდა გასწავლო ბეტლის ანი და ბანი არ მინდა განი დონით ვარ ისედაც მაღლა ენით აღუწერელ ტკივილს მოგიტან ვინ გამაჩერებს ახლა ზენ იტშიც კი არ ვარ თან ინ ანებ და კანკალით წახვალ განახე ბეტლი შენი არ არის ბალ ლასტისგან გავწმენთ პროექტს მან იცის ამოვგლეჯ როგორც ნარი შენ არ ხარ კარგი MC შენ ხარ კარგი MC-ის ცუდი cosplay დღეს ისე დაგწოვ მაგ ფერფლისგან ფენიქსიც ვეღარ აღსდგება პომპეი რაუნდი კარგი იყო. ერთადერთი რაც ეკლდა, მის რაუნდს იყო ის ყველაფერი რაც წეღან თქვი. დანარჩენი კარგი რაუნდი იყო. დოკი. იმდენად კარგი რომ ესეთ კარგს არ ულდებოდი, იმიტომ რომ არ მინახავს მისი არც ბეთლი, არც ტრეკი, არც რაიმე შემოქმედება და ცოტა ჩემთვის no name ტიპი, უცბად ესეთ ჭკვიანურ რაღაცებს რო აძრობს, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა აი ძმაო, გადმოცემა და delivery რო მოგემატებინა, ჩემი აზრით ძალიან ბევრად კარგი იქნებოდა და უკეთესად ვიკაიფებდით მსმენელიც. თუმცა ეხა დოქს მოვუსმინოთ. ლეგენდარული მწვანე ჟაკეტით ეს ისტორიას შექმნის ეს ჟაკეტი დარწმუნებული. ბიჭო, ეს რა კლევორთლეი გააძრე ნოტებზე. გეხვეწები ეგრე აღარ გაიჭირო, რადგან რამდენი სიმიც არ უნდა კონდეს არ გამოვა ჩემი ხაზები დაიჭირო. ეგრევე. ისეთი სისულე ეს ფრისტაილი იყო? დამიწერეთ კომენტარებში. იბაზრე იმენა დამეწყო ღებინება. იცოდე რომ სირობის დამტკიცება ვერ იქნება და მე მართლაც რა ვიყო გაციებული როცა ამბობ რომ მომიგებ ოთახში მთავრდება ცემინება, ბრო. ეს ფრისტაილი იყო ალბათ. რაიმენ დრუჩი. კარგად მახსოვს კენჭისყრის დღე, როცა დიჩი ფურცლები დაკეცა. გაეცა პასუხი მთავარ კითხვას თუ ვინ ვისთან გავბეთლავთ. ამატერასი ხდება кейს, ხვედე ხდება ატოს, შენ და ქილა ხდებით რომ დაგენძრათ. ანუ ერთ-ერთ სტოკი უწევს. ქილა თამაშობს რასადროდის ექსელში. არ ვიცი აქ რა უნდა და საქმე იყო პოპულარობაში თუ მაყუჩი, მაგრამ ამ ბეთლის მერე პირველად ნახავს რომ საბაშვილი დევს შავ ყუჩი. ხომ მიყვარს რეფერენსები წერა, მაგრამ არ გეგონოს პიროვნულ ფანჩებზე და გასვენებ. 20 წლის უნახავი ბიცოლასავით მოგექცევი. ყველა შენს ჩაჯმას გაგახსენებ. დავიწყოთ იმით, რომ თუ ვინმე პროექტი მოხდა შენ ყველგან შესარჩევი დადე. ჯერ PvP-ზე ცადევით რომ აგრესიული ჩართე და როცა გაგაჯმევინეს მანდვე, ბეთლების საერთო დათმე. იმავე წამს მოხვედი აქვე, რომ კაქტუს გრაინდში გეკეთებინა საქმე, მაგრამ გრაინდის თავი წესი იყო, რომ ოპონენტზე არ უნდა გებაზრა რამე. მაგით იდეა დაგმე, ამიტომ საჩენ და სადმე, მე მინდა ვიყო აკაპელაზე, შენ გინდა იყო სადმე და თუ შენთან უნდა დავდგე, მადლობა თქვი რომ სცენა შენთან გავიყავი. თუ თავი გონია ჯონ ვიკი დღეს განახებს სადმარხია ძაღლის თავი. ჯონ ვიკი ამბობს ბერჯელ ახსენეს ბეთლებში. უფრო მეჯერ მოგტეხეს სეზონის დასაწყისში ვიდრე ნეიმარის ფეხი. მათხოვრობა გადაგიქციეს რუტინად. ყველასთვის იყავი ნაგავი მწერალი, მაგრამ დუელში თავს გაგზნობინებ პუშკინად, ია. ყველა მიცის რას ვიკისრებ, ვინც კი ახლოს მისნობს. ბარში ალი გეკიდება როგორც სონი ლისტონს. დიდ დროს უთმობს ტრიკონს და ეს ფორმულა არ საჭიროებს პიტსტოპს. ჩემი სტილი ისეთი ძველი სიძე იყოს თითქოს. ჩემში ვატარებ ჯადოქრობას როგორც სადგური King's Cross. გენატრება შაირი როგორც ჰობიტ ბილბოს. ეს ფიქრობს რომ რეპ ღმერთია დავით აღმაშენებელი მოევლინა ჰიპ-ჰოპს, მაგრამ ყალბი ღმერთი ვერ იპოვის ჩემზე უფრო დიდ გორს. შობდა მართლა მიყოლოდი TikTok-ს. ეგრე მაინც გააძრობდი ვერსებს, რადგან რო ყოფილიყავი TikTok-ერი, KMC დაგიწერდა ტექსტებს. თოკაფემ კითხა რას ფიქრობს დისებზე. თქვით რაზე უნდა ვედაო? ტიპმა ცუდ სიტყვებს ნუხმარობთ, მეყლე უხეშად ხდებაო. ზრდილობიანი აკაპელა არა? მეგობარო, ცუდ ოპონენტს ხვდები. მაგ თემაში მოვიკოჭლებ და როგორც გარინჩამ უნდა მოვტყნათ ხები. ვიცი რომ შენ შეგელია მწარეწერა, შენ ხო კომპლექსებში კვდები. ანუ გიქაჩავს ტვინი და გული ვერ, ამიტომ ლილიპუტი რჩები. შენნაირები ვერ ხვდებიან. გიქაჩავს ტვინი და გული ვერ. გული ვერ გიქაჩავს და გული ვერ. ბიჭო. ოფიქრება ხო უნდა მაგის დედაც.
ანუ გიქაჩავს ტვინი და გული ვერ ამიტომ ლილიპუტი რჩები. შენნაირები ვერ ხვდებიან საჭიროებას, რომ ემსის რამეს საჭიროებას, რათა წესიერი რაუნდები გქონდეს. ეს ნამდვილი ბოი არის და არა ციხესიმაგრე ბოი არის, რომ ჯუჯა მინიშნებები მომწეს. გახსოვთ ეგ ორი პატარა ჯუჯა? ლირიკების ტომი იმდენად ჰარდია, რომ ამისა იმოძრაოს ვენომით. ასეთი ტიპი სულ რო იყოს მაკლერი არ უნდა მებაზრებოდეს შენობით. ბიჭო, ერთი წამი მოусმინეთ რა. ჩემი ლირიკების ტომი იმდენად ჰარდია, რომ ტომი ჰარდი. ამისა იმოძრაოს ვენომით. ასეთი ტიპი სულ რო იყოს მაკლერი არ უნდა მებაზრებოდეს შენობით. შენობით. მაკლერი, შენობით. ყველა მივხვდით, ხო დარწმუნებული ვარ, მაგრამ ხო ძალიან მაგარია. გიჟია რა. ჩემი მიზანია მჯობნი დავლიო და ვაფშე ყველა შენნაირი მოსვა. ყველა მოდით გავიზრდი ხარის როგორც ასეტო კორსა. როგორც კრატოსმა მატერიალო ქაოსი და დაიწყო ლოცვა რომ ციხო ურწმუნო მაინც შეგაშინებს მეორედ მოსვლა. როგორც დოქტორი სტრეინჯი შენთან ბეთლის დროს კლავ. შოუს ვაქერიებ რომ დიჩი სპონსორს მიაღწიო. თავი მგონია ელვა მაქვინი. მიწევს ცისფერი ფინიშამდე მივათრიო. არ ვიცი როგორ ოპონენტს ელოდი. ალბათ მორიგ ჯეოსელი რადგან цаრიელი ლაილაით გაეძრე. თუ ჩემთან მოხვალ ბილაინებით გაგიშვებ ნათელ მხარეზე და ესე ფანჩები სულ იმიტო პაკეტით მოგიწყობ საკურველ დღეებს და გაჩვენებ ნამდვილი ბეთლ რეპი რა. როცა მე ბაზრო მიწა იძვრის და ამ მიწისძვრისას ბალი სულ სხვა. შენ დაერქვი ვილენი თან გაქვს ისეთი ბექსტორი რომ მაგისტვის გამოგადგეს. იასნა მაგრად მოიტან ძმაო, ვიცი რომ ვოლტიდან გამოგაგდეს. ძალიან სერიოზული ტრავმაა. დროა ყველას განსასწრელი მოუვლინო. თქვენ კიდე ზედმეტი არ იხმაუროთ, კურიერს უნდა მოусმინო. ბიჭო, ეძებე შენნაირების ლიგა. შენნაირების სასამართლოში ისწრიან როგორც ინგა. მე ვარ ნამდვილი ვილენი, თვეჩი კარტონი. ინგას ორივეზე ქონდა. მე მთელი რაუნდი ვდისავდი Young Mike-ს, რომელიც იმ დღეს ჟიურიში იდგა. და მაინც მე მაქო იმან. გაიგე საერთოდ ვინ ვარ? არ გაიმეორო იგივე შეცდომები რა წინამ. ჯიუნა თვეები იყო ოფსაიდში და მაინც ვერ მიხვდა რომ ზედმეტად წინ ვარ. ეს ჩემთვის არის მარტივი ლიგა. ამ ბელტს ჩემთვის არ აქვს ფასი. ზედარ გიყურებ და ისე გაცეკვებ ჩემს დაკრულზე როგორც რეი ჩარლზი. გამიშთა ბრაზი რომ ვერ მოიძებნა კაცი გაწიბი ეს ტიპი და შემიკრიბე ჩემპიონების დასი. როგორც პრაიმ დინამოს მე მინდა თასების მფლობელთა თასი. შენგელიან საუკეთესო ბარები. გამარჯობა და მერეც. დამიძახე მიხეილ მესხი. გაცდა პელეს. თქვენ ჭირდებათ მწვრთნელი რომ არ წეროთ ამის მსგავსად. ბიჭებო დღეს მას ვაქცევ ახალ კაცად ია. ახლა კი ვასრულებ რაუნდს. ძალიან მიყვარს საფეხბურთო ბარები. აქ თავად ვიცავ ჩვენს თავებს, ამიტომ დავემშვიდობეთ ვექილს. შეხარ ამ სფეროს პარაზიტი, გვერდითი მოვლენა ბეთლის. გვერდითი მოვლენებისთვის მიმართეთ ექიმს, რაუნდი. მეორე რაუნდი ვილეინ. კაი. დივაინთან ტრეკში შენ ამბობ ასეთ რაღაცას. საყვარელ საქმეში კოსმოსში გავედი, ამიტომ არასდროს მექნება წონა. მომისმინე ექიმო გაგარინო. შენ არ მოგაქვს სინათლე, ნუ შეედრები აპოლონს. ეს ბეტლი უკვე წააგე და თუ სხვანაირად ფიქრობს აქ ზოგი, რასაც ვამბობ ვაკეთებ ერთ-ერთში, მე ვმართავ აპოლოს. ამიტომ ხარ ნილ წამხდარი. შენთვის ვარ ზედმეტად არმსტრონგი. ნილ წამხდარი. არმსტრონგი. ცა ბიჭო. ბრავო. ასე. კი. ფანჩებმა მოგაყენეს დიდი ზიანი, გჭირდება წოლითი რეჟიმი. ერთი ტაჩბოდში. აი არა რა, არ გაჭედოთ, გიხვეწე. ფანჩებმა მოგაყენეს დიდი ზიანი, გჭირდება წოლითი რეჟიმი. გეგონა იყავი ვიბრანიუმი, მაგრამ ყოფილხარ თურმე თუნუქი. გეგონა იყავი მერაბი, აღმოჩნდი პიოტრ იანი. შენი ფანჩები არის მერაბის წონითი დივიზიონი, სუპერ მსუბუქი. აი ამიტომ არ გაქვს წონა. ჯიუნა იყო შენი პიკი, კაპიკია შენი ფასი, ერთი აბაზი, კოსმოსში გასულო. დღეს მე ვარ ხაბაზი, თონეში ჩაგაკრავ და შენ სოროში უსმინე ჩაკრულოს. და სანამ ხაბაზე რამე არაა ქვეყნიურ ფრისტაილს გააძრობ, გაქცევ ნანგრევებად როგორც მაიას ტომის ქალაქი ყობა. ეგზისტენციიდან გაგაქრობ. მანამდე გთავაზობ ახალგასართობ თამაშს გაგაცნობ. მეფე ვარ და მოდი განახო თურითი ვამეყო კუზიანს სამარე გამოესტორებს უნდა დაგმარხო მე ვარ პანიდანო პანიკო პაიკო. განვაგრძო მიიღებს კუზიანს. მოვედი ჯეტლი ბენტლით მოვიგე ბეტლი ჭირდება ეტლი. არა უშავს. შენც მალე იწამე ფამა შეუცვალე სიჩქარე დავას და კამაც აზრი რომ აქვს დასანან მარცხს იგემებ და დაიწყებს როლას ქვის, გეუბნები ქიშს და შამათს. ოპა. გაიხარ. თურმე
დოკის და სტიჩის პირადობაში პელესთან ერთად აქვთ ფოტო. სტიჩი თან ებეთლავება, თან ეთაყვანება. თითქოს ყოველი ფანჩის მერე ბოდიშს უხდის. მორჩი კუდის კიცინს და იბეთლავ შევწუხდით. დოკი უფრო პლატონურია. შორიდან უმზერს მის კუმირს პელეს გარდა ვერავის ხედავს. კადრი შენელდა, უკანა ფონი დაიბლარა, რომანტიული მუსიკა, ვერავინ ხვდება რა ხდება, ნუ თუ დოკის ოცნება ხდება და პელე მას თვალებში ჩახედავს. გვერდით გაიხედა. Telemundo presenta. ორი underground Bethlehemsი. ერთი მიზანი, ერთი ოცნება, ერთი კუმირი. მაგრამ არასდროს არ იქნება შენი ტურნირი. გეგონა შექმენი ამინდი თან დიდი ჰაიპი, მაგრამ მე ჩემ თავს დავპირდი, ახდება ბავშვობის სიზმრები. და როგორც 3-6-იანი აიდი ბარათზე, შენ და ჩემპიონობა ერთად ვერასდროს იქნებით. დოკი გავს 16 წლის ბიჭის ბრაუზერის ისტორიას. ანუ ვერაფერს იპოვი მასზე. და შენი ბაზარი თუ არის ვაზარი, მაშინ ჩემი ყოფილა იპონი. გაამრავლე 10-ზე. სანამ ამის გვამს აქედან გასურთ ბოლოგზაზე პატივი მიაგოთ. დოკის პოვნა არ არის მარტივი. პირიქით, ის ისეთი ინკოგნიტოა, თოკაფემაც კი ძლივს მიაგნო. ეგ არ ვიცი. შარაუთი აქედან ძმაო. მაგრამ თავარია მიაგნო და ჩაიწერა გენიალური პოდკასტი. ყველა დროის მეორე საუკუნე. როგორ არ ვიცი. ნუ პირველ ჩემია. ამ პოდკასტში ამბობს დაახლოებით ასეთ რაღაცას. ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი, მერე წავიკითხე შერლოკი, დავაკოპირე მისი ეგო და ნარცისიზმი. თუმცა სახელი დოქტორი უოტსონის გამო დავირქვი. აი ლოგიკა. მიხვდით ხო ვინ არის დოკის საყვარელი რეპერი? ლოჯიკი. თავიდან მიხვდა მთელი ცხოვრება მოუწევდა სხვის ჩრდილში ყოფნა. შეგიძლია ჯიუნას ჩაკიდო ხელი, არ ჩემ გეგერცება პოსეიდონის კოცნა. ამ პოდკასტში ასევე თქვა ასეთი რაღაც. ხალხმა გამაკვირვა, რომ ჩემი ბარები გაიგეს. ვაუ. თურმე ერთბეთლიან გოუთს როგორი ეგო ქონია. კაც რო გონია, ერბო ქონია. სარკაზმი ამას ძალიან მაგრად აქვს. დოკი იყო პირველი, ვინც ამოხსნა, რომ ერბოა, ქონია. იმდენად ღრმა ამ ბიჭის ეგო, შიგნით ისმის სტიჩის ფანჩების ექო. დოკი სარკეში იყურება და ეუბნება საკუთარ თავს, რომ სანუკვარ ოცნებას გავს და ვერასდროს იპოვიან შენ მსგავს. ტრაილერზე არ ზიხარ, მაგრამ დაგაყენებინებ დღეს tracks. ხალხმა კიდევ ვერ გაიგო რა ხდება. კარგი თემას გავშლი. არ ვარ თელიავაზე, მაგრამ ერთბეთლიან გოუთს ნაწილებად დავშლი. შეგჭამ კუჭიანად, ჩემთვის ხინკალი ხარ მთიულური. ანუ რაღაც გაკლია. ხინკლის კუჭებს ვინც ტოვებთ ჭამის დროს. ან subscribe გამიკეთეთ ყველა. წამშავით, დამივიწყეთ რომ ვარსებობ. კუჭების გამო ჭამ ხინკალს, მაო. გაკლიას გავურითმო ნაკლია. ეგ გამაკლია. არა და ისიც მაგარი იზი რითმაია. ფული გული ნოვისო. ძალიან ასწავლებს ეს. ჩემი ბარი არტია და შენი არის ატრია. ჯერ შეგჭამ, მე აქედან მოვკვეთავ, ბარი ატრია. ოპერაცია არ გამიკეთე. ვარ ბარიალენი, ვისვენებ ბარიზე, ვზივარ ბარში. ანუ ვარ ბარი ბარში. შენ ვერასდროს ვერ იქნები ჩემთან ბარი ბარში. ეს არ არის ომი. ვერ ხარ ჩემი წინაღობა. ვერც ბარიკადი. აქ რომ მოხვედი იყავი მყარი, მერე თხევადი, ახლა ხარ აირადი. ეს ბეტლი ვერასდროს იქნება თანაბარი. დღეს ისე გაგაქროფ როგორც 90-იანების ანაბარი. მერე გაგიხდებათ საძებარი, მე ვარ უებარი და შენ ხარ ქართული ბეთლ კულტურის ბარბარიზმი. მაგრამ აქ ვერ დამკვიდრდები. ახლა ამას უნდა ველოდო აირადი მდგომარეობიდან ისე როდის გამკვრივდები.
ჯიუნას როგორ უთხარი ერთფეროვანი ხარო? მე მგონი დალტონიკი ხარ. შენზე ერთფეროვანი მარტო იუმორინას პროგრამა ვიცი. შენი გვარი აქ არავინ იცის, ამიტომ ვერ ხტის კვიცი. ისეთი ერთფეროვანი ხარ, დაჟე გეიც კი ვერასდროს იქნები. ანუ ხომიხდით. უფრო ერთფეროვანი ხარ, ვიდრე შავ-თეთრი ტელევიზორი. ამიტომ შენი ყოველი ფანჩი არის ლაითი. მე რაც არ უნდა ცუდი რითმა დავწერო, ვერასდროს იქნება ჩემი ბარი ვაითი. იმედია მზად ხარ, რადგან ჯერ კიდევ გზა არის წინ დიდი. მაგრამ ისეთი უნიჭო ხარ ლივერპულის ფანიც რო იყო, მაინც მარტო ივლიდი. ვიცი რომ ბარსას ფანი ხარ, მაგრამ აქ ვერ გიშველიან მსაჯები. თამაშგარეს მახე მუშაობს შენს წინააღმდეგ, თამაშს გარეთ დარჩები. ბეთლი გეგონა შენი თამაში, შენივე თამაში მარცხდები. ერთ წაში ბოდიში. დაი, ალობა. იქნები სამიმე მასალა. ტყუილად მოხვედი ამალით. როგორც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ლამინე იამალი. უბრალოდ უსმინე ჩემბარებს რა ლამასია. რა ლამასია. არსენალი. თავზე ნალი რო დაიკიდო, ჩემგან მაინც ვერ დაგიცავს, გაუსწორე ფაქტებს თვალი. ვარ მშრომელი როგორც ფუტკარი, მეთოფე ვილანი. ციდან ჩამოვხსნი თოლიებს, არწივებს, კაჭკაჭებს, არ მადარდებს, მეტოქე ვინ არის. შემდეგ მივხედავ მგლეებს, შავკატებს, მამლებს, ფარშევანგებს. ჩამოთვალავ ტელეპრემიერლიგა. შევარჩენ, კარ შევანგრევ. მოქალაქეები ხედავენ არ მეშინია წითელი ეშმაკების. დაუხურა ოცნებების თეატრს. ჩაკუჩით ნაცემს ემსგავსები. მე კი ვარცელებ ჩემ არ. ვესტჰემი. აუ, რა კარგად ქონდა ეს, ვინც ფეხბურთი იცით და პლუს გუნდების ზედმეტსახელები იცით, გაგიწორდებოდათ ამ ლაინის მოსმენა. ძალიან კარგი იყო ჩემთვის. უდი კარგი გაგებით, მაშინ მე ვარ გაცილებით უარესი. ნუკბენ იმას, ვისაც შენი შეჭმა შეუძლია. ლუის სუარესი. ჩემი დებიუტი არის ეპიკური შენიღბული შენი შური დავინახე ბრძენი ჟური, როგორ ისმეს ფანჩებს, იგებს, არჩევს, გიდებ ფაქტებს, ასე მოვიპოვი მეტიტული, მეტერ თულერები შენი შანსი გავანული, გავართულე ვამგვაგიევრა და მიგდეს ბევრი ყური. ეს რჩევა რამდენიმეს უკვე მივეცი და ახლა შენი დროც მოვიდა. გპ-ში ჩააბარე, იქნებ გახდე ტექნიკური. მაგ ტექნიკით არ გაქვს მომავალი. არ არის tomorrow. შენ ხარ RI yesterday. შეგიძლია წახვიდე და უკეთ მოემზადო, ჯერ მზად არ ხარ. არ ვარ კინოში, მაგრამ რაც გინახავს ვეღარ ნახავ. ბერმა მიიღო დღეს შოკი, რადგან მოვიტანე ფანჩები ამდენი მეშოკი. ჩემთვის იყავი უბრალოდ დესერტი და დღეს შევჭამე მედოკი. რაუნდი. ბრავო, ძალიან კარგი. სანამ დოკის რაუნდი ქონდა. მეორე რაუნდზე გადავალ, უნდა აღვნიშნო, რომ ალბათ ამდენი არც ერთ რაუნდზე არ მიცინია, რომ მეტი რა, ანუ მეორე რაუნდი. გაასწორა მაგრად. დოკ. მოგისმინე და ვხედა რომ ჯერაც ვერ მიხვდიეთ რამეს. მე რო ზანგს გავუბეთლო თეთრად გაათევს ღამეს. რა უნდა თქვა შენს რაუნდზე? თბილი ლუდი გამახსენდა მარტო. რავი კაია კი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მარგო. ამ კასრის მოსმას მირჩევნია მეც ქილავ ცადო. ექსტრა პანჩებით გიშლი ღვიძლს როგორც ივან დრაგო. გინდოდა სეტაპი wordplay punchline მე მაკოფესავით სამი ერთში მოგარტვი. შენი ნაბაზრი აია მაგონებს იაკო. მაკოფესავითა და ბანის მაკოფე ასწორებს. მაგრამ მოიცემ. მე მაკოფესავით სამი ერთში მოგარტვი. შენი ნაბაზრი აია მაგონებს იაკობს, მაგრამ არ ხარ მონარქი. ცოტათი შევყევი წერას და ბორკილებში მაქვს ხელი, რადგან მე დავასრულე ყავა და ლუდი და თავად აღმოჩნდი მკვლელი. მე ვარ დოქტორი ფრანგენშტაინი და ეს ურჩხული შევქმენი თავად. ფანჩების სია როგორც დრაკულა მოგეჩვენება საშიშ გრაფად. თუ გონი ვარ კლოუნი ვიქნები იგი, მაგრამ არ გეგონოთ ლუზერებს დავინდობდე. აზზე მოდი კვაზიმოდო, 1000 წელი არ გეყოფა რომ გამისწორდე, თუ გინდა ამაზე მარტივი ტექსტი, მე ეგრე ბაზარი არ მრჩევია. შენთვის ვარ როგორც უაზრო წიგნი, ჩემი ყველა ფურცელი სარჩევია. ამიტომ ხდება ნათია ჰეიზენბერგი. ხალხს რომ აუხსნას თუ როგორ ვრაშავ, შენი ჩიტები ჯესი პინკმენი, მაგის გარეშე ვერაფერს ხარშავ. ასე რომ თუ ვინ არის ჩვენ შორის უკეთესი, შენ ხარ ერთადერთი ვინც ფიქრობს რომ მაგ თემაზე კამათია. აქ მე ვარ უფრო დიდი თევზი და როგორც ფიროსმანის სტილოს მეთევზე მახატია. ისეთი შემართებით იბაზრა რაუნდი გეგონება მართლა კამბექი მოქონდა.
მოვიდა. უნდა დაყოფილიყო კარლო ანჩელოტი, მაგრამ გაიჩიტა ჯოკონდა. Tryhardობით ვერ დაუდექი შენზე ნიჭიერს. სწორედ ეგ არის გამომწვევი ჯავრის. გახსოვდეს შენი ინტელექტი ხელოვნურია ხო და ტონი აკონტროლე ჯარვის. ჩემი საყვარელისა. და მარველი DC-ის იმაში რომ DC-ს რჩევენ ხოლმე, აი რაღაცა პეროვი მეშლობა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ტონი თავისი ჯარვისით იდეალურია. მეტი მაინც არაფერი გადარდება. ტონი აკონტროლე ჯარვის. დაბრუნდი ისევ შენს მანქანაში. მეტი მაინც არაფერი გადარდებს, მგონი. შენ ხარ ჟეშტის ბოზი როგორც ტონი სტარკის ცოლი. აი რა. მაგრამ ევასება. ერთი გზა გაქვს რომ ტექსტი დამავიწყდეს. იქნებ მაგით მიაღწიო რამეს, რადგან შენ არ გაქვს სხვა ვარიანტი როგორც ამერიკა ჩავეს, მაგრამ მე არ ამოვიღებ ტელეფონს. დაჟე ჩემი iPhone-დან ყველა Note-ს წავშლი, რადგან ამ ფიფქიას მოსაკლავად არ მჭირდება ჩაკბეჩილი ვაშლი. დახსენებ უთავო მხედარს. მაგრამ არასდროს გქონია რიდი. ქრიდივით ვჩითავ ადონის ფანჩებს ჩემთან ფიურის ვერ იცავს შილდი. აქ ეს მაგლები მოუხსევიათ კონკურენტება ჯადოქრებს თვლიდი. ჩემი ბარები ჰოკრუქსებია, ვაფშე ყველადან გამოდის რიდლი და და როგორც ვოლდემორი ვაგრებამ ტიპს თავზე დავუტოვო დამღა, როგორც ჰაგრიდის ცხოველი შენზე ვარ სამი თავით მაღლა და თუ მიხვდი საითმიდის სეტაპი, გამოდის გზა ჰოგვორტსამდე გაგივლია, მაგრამ დამშვიდი ჰარი, ჰოგვორტსი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. გაგიკეთებ კარგ საქმეს და ისე ვიზარო შენი გვამია იაკ დავტოვო, რათა თავი იგრძნო ჯადოქრად კიბის ქვეშ უნდა გაცხოვრო. და როცა გახდები აჩრდილი, ვიცი რომ ცრემლი მოგადგება თვალებში, დამიძახე ალბულს დამდორი, ყლეზე მკიდია ვინტირის ტუალეტში. შენ ყველა გეუბნება რომ წერა შეეშვა და მაჯას ტყილად ღლი, მაგრამ ძველი რომაელებიც სხვანაირად თვლი. შენ იწოვ შენს საკუთარს იგებ როგორც კეისარი. მიდი და არ აღიარო რომ წაგებული ბეთლი არის. არაფერში მჭირდება აღიარება მეტი ჩარის, რადგან ყველა კადრს ვიღებ როგორც კეთილი HR-ი. და ამ კადრებში კარგად ჩანს თუ დღეს როგორი დონე დაგიდე. მოიცა როგორ? როგორც კეთილი HR. აღიარო რომ წაგებული ბეთლი არის. არაფერში მჭირდება აღიარება მეტი ჩარის, რადგან ყველა კადრს ვიღებ როგორც კეთილი HR-ი. და ამ კადრებში კარგად ჩანს თუ დღეს როგორი დონე დაგიდე. შენ კი ხარ არ შემდგარი იულიუსი. მოხვედი ნახე და ყლევერ წაიღე. ვერც ვისთან ატარებ ექსპერიმენტს. ვერც კი წარმოიდგენ ამ ხელა შოკიგელის. ჩემს წინაშე ბოლომდე მკვდარია ყველა ფუსი თუნდაც იყოს შროდინგერის. პაულობთ კულდროს ადგილს, მყუდროს და მტკვარი ხდება კულდრონ ლეიკი. აქ ცოცხლდება ჩემი დაწერილი კოშმარი, დამიძახე ალან უეიკი. თუ საბაშა ჩემ ტერიტორიაზე შემოვიდა, ესე იგი ვილენი არასწორ ზონაზე შევარდა. ეს ზონა განსხვავდება სხვებისგან, აქ ყველა მაყურებელია ჩემს გარდა. გონია ციხესავით მყარად გახარ, მაგრამ ზუსტად ეგეგო გღუპავს, რადგან მე თუ ორი აგური უნდა მეჭიროს, შენ და გამსგავსებ ზურაბს. აი ამ კედლებში ჩაგაშინებ რომ აღარ ვისმინო როგორ საუბრობს ყბედი. შენგან სალამურს ვერ გავაკეთებ, არ მეხმარება სახელოსნოში ბეთლი. შენი გამარჯვება უფრო მოგონილია ვიდრე დომენიკ მერფი და გეტყვი. ჩემი ნიჭის მატარებელთან ყველასელის კარენინას ბედი. ანუ ყველა გაწვევით ლიანდაგზე ვინც ვერ დაინახე ჩემი ბარების სილამაზე და სანამ ყალბი ავატარები საუბრობ თქვენს იარაღზე, ჩემი სტიქია ერთი, მე ვარ ტოფი და უნდა მოკლა ნებისმიერ ნიადაგზე. იცი რა განსხვავებაა ჩვენ შორის? პასუხს გაგცემ რადგანაც ითხოვ. ჩვენ შორის ხოლოს შენი ბლატავებ საძმაკაცოში იმით რომ მიცნობ. მე ვბეთლავდი ყველგან, Discord-ზე, Facebook-ზე, ტყეში, ბაიტზე, სანამ დიჩიმ ბეთ პლატფორმა არ გაუმზადა. შენ კიდე ის ტიპი ხარ, რომელიც underground-ში მოვიწვიე და სტიჩის ბეთლზე დაუზადნა. და თემა ის არ იყო რომ შეგეშინდა. უბრალოდ მან მდგომა არ იკადრე. კამერა გინდოდა აუცილებლად. კომენტარებში თუ არ შეაქეს ბეთლის სურვილი გაუცივდება. ამიტომ რა არის აკაპელას მუღამი შენაირს გაგება გაუჭირდება. დღეს შენ წააგებ და ეგ სირცხვილი არ არის. სირცხვილია რომ არავის გაუკვირდება. მართლმსაჯულებ რომ არ წერო ასე. ქართველი მსმენელი ჯერმანდარაა, მაგ რეალობას ვერ შეცვლი. ამერიკელებს მუდამ ბეთლი აქვთ იმად დაიწყეს ჩვენზე წინ და მაინც მუდამ წერ რთულად. ყველაფერ მარტივს მე ვერ ვძი. ჯერა რომ მეტი ინტელექტი გვაქვს და ამერიკელებს შევეცი. უეჭველი. და თუ ამიტომ უნდა წავაგო და ჩემი ვერსიის სწორად კეთებას დაუდგეს მოწამეთ. გავაწლები, გადაახვევთ ამ ვიდეოს და მიხვდებით რომ ყლევერ მომჭამეთ რა უნდა. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ერთი ხმაურით მადლობა უთხრათ რომ გვერდში ვიდგანან. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. პატივისცემა. მესამე რაუნდი ვილეინ.
დონორი. მონახეთ ერთმა ვერ გაკაჩა, მოდით 2-2. 3 რაუნდი და თქვენც დაგჭირდებათ სისხლის დონორი. პასუხი გავეცით დისით და თან როგორი, ვინც კი დაობდა, რომ არ ვიყავი MC-ს ხვისი ტოლსტოი. თქვენი გოუთი დოქტორი დაბერდა, დაობდა, არა დავუყურებ, არ არის როკფორი. ვერ ყველი არავის უყვარს. მეგრული სულუგუნი ვარ. ვერ გავიგეთ, გავმაზეთ პოდიში. და ამის გარდა დაუშვათ ფარდა, ცოდვა ბევრი გადახდა, ამის ოცნება არ ახდა. სხვა მოლოდინით მოვიდა აქ სხვა დახვდა. და რა ვქნა, რომ ვერ გაუძლოს ამას გულმა. არ ვართ რუსეთში და არც არასდროს ვიქნებით. მაგრამ ჩემმა რაუნდებმა დაგადუმა. შენ ვითომ გოუთობას წყალი შეუდგა. ნუ დაიჯერებთ, რასაც ყბედობს. დოკი გავს კარგ რუსს. ფაქტობრივად არ არსებობს. ზუსტად არ არსებობს. კარგი რუსი, მკვდარი რუსი. რუსთან ველი არ გვაქვს გასაყოფი. ჩვენია ეს მიწა აწ და მარად. ვარ თავისუფალი, ჩემია ბურთი და მოედანი. ვაკეთებ იმას, რასაც ყვარა. ჩემ ბარებს გვერდს ვერ აუვლი, არ გამოგივა ავლა ბარის. ავლა ბარის. შინია არა გველის და რაც გელის, იმას ვერ აცდები. სიმართლის წამი ახლა არის. ისანი ივა ხომ ანხარ? ვინ არის? სხვა გოგოებზე ივას ხო აქვს თითქმის იგივე გაკეთებული. ნეტარ რა რეაქცია ექნება ახლა. ამან უფრო კარგად ვქნა თუ მე უფრო უკეთესი ვიყავი იანგთან. მეორე რაუნდი იყო ხო თუ სწორად მახსოვს. არ ხარჯავ დროს. 3 გორს გადავივლი თუ გახდა საჭირო, ვარ კეთილი, ოღონდ ჩვენთვის არა. და ამას ჩემი გაკეთებული საქმე თავად ამბობს. არა, ივასი უკეთესი. ვუწერ ბარებს და ვუღებ კარებს, ვუჩემ ბზარებს და ვურჩევ მხარეს, სტუმრებს, ვასმენინებ, რთულებს ითხოვენ, სულ მეც რადგან ეს ყურებს არ უნებს, ვუდებ ფაქტებს და ვუნგრევ ზღაპრებს და აი ასე ვუგებ ამ ბეთლს. არიცოდი სად მოდიოდი, ამიტომ მოხვედი. სულელი ხარ და არა მამაცი. თავადაც იცი დამარცხდი. აქამდე თუ პირიქით იყო დღეიდან შენ დაგიმახსოვრებენ, როგორც ტიჩის ძმაკაცი. ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, ფანჩები ვერ შევკრა მე ვერსად. ალბათ არიცით, რომ დოკის ტიჩი მაქცია ბეთლემსად. თქვენმა გოუთმა თავი ვერ დაიმკვიდრა ჯერ ვერსად და გახდა ბოშა ოფროუდ ბეთლემსი. ბეთლაობს ყველგან, სადაც საშუალო სტატისტიკურ ქართველ სექსი აქვს. დღიურ ბინაში, თბილისის ზღვაზე, ტყეში დოკის საკუთარი გენიალური იდეების ტყვეა, თითქოს ხელზე ახატია ბეში. აუ. სიჩქარე დეში და ავტომატურად მოდის ფანჩების თქეში. ჩქარი როგორც ფლეში, ხელში როიალ ფლეში და დღეს განახე ვინ არის ნამდვილი გოუთი ჩვენში. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ოჯახთან ერთად პიკნიკზე მიდიხართ. ლამაზი მზიანი კვირადღეა. ყირაზეა გადასული ბავშვი, სიხარულით. ხიარული განწყობა სუფევს. გზაში ოჯახურ პლეილისტს უსმენთ. მიხვედით ტყეში, გაშალეთ სუფრა. აი დამამთავრები. მიხვედით ტყეში, გაშალეთ სუფრა და რაღაც ხმები მოგესმათ უცბად. გაიხედეთ და რას ხედავთ? შეკრებილია 10 სექტანტი. აკეთებენ უცნაურ მოძრაობებს, გამოსცემენ უცნაურ ხმებს, გაშფოთებთ ეს ფაქტი. მაგრამ თან გაინტერესებთ ასეთი რა ხდება? ახლოს მიდიხართ და თან არ იცით იქ რა დაგხვდებათ. უკვე ახლოს ხართ, პულსი იმატებს და 200 აღწევს. ფიქრობთ რომ ვინმე გაატყავეს ან ცოცხლად დაწვეს. მიხვედით, წრეში შეხვედით და რას ხედავთ? დოკი ბეთლაობს. მასა ქანაობს, ელოდებიან თითქოს მეტადონს. შოკში ხართ. შოკში ხართ, უფრო მეტად ახლა შეშფოთდით. ნეტავის ყოფილიყო, რასაც ეჭობდით. შეკრებილიყო 10 სექტანტი კატა დაეწვათ. ვერაფრით შველით ამათ ჩემ ხედავ გული დაგეწვათ. შენ ხარ ჩემ რაუნდებს შორის YouTube-ზე ამომხტარი YouTube-ის რეკლამა. აი სიმღერებს რო უსმენ და უცებ ეწერება YouTube. რა ჯანდაბათ მინდა, ისედაც მანდوارი. ო, ბაზარია. შენ ხარ ჩიზბურგერი ყველის გარეშე. ვეგანი ყასაბი. ჰომოფობი გეი. ენაკვიმატი მუნჯი, საშაურმე ტარანტინო. ტარანტინო. ანუ ბეთლთან არაფერ შუაში ხარ. გეგონა იყავი ოქსიმორონი აღმოჩნდა. და როგორც ტომას ტუხელმა ოლივერ სკიპი დაგსკიპეთ ნახევარფინალში გამოგვჩი.
ეს ბეთლი გამოვიდა ზედმეტად არათანაბარი, რადგან სამი კაცი ვბეთლაობდი. ვილენი, ვილეინი და ვილიენი. ჩემ ფოტოზე ხან ერთი ეწერა, ხან მეორე, ხან მესამე. მეც ხან ერთი ვთქვი, ხან მეორე, ხან მესამე. არა, სამი ეწერა. დაიძინებ თვალებ გახელებს, რადგან დაბრუნდა დამსჯელი. ფაქტია, ვიღაცებს უჭირდათ, მაგრამ დღეიდან დაამახსოვრდებათ ჩემი სახელი. ფანიშერი საქმეშია, დაგაფინიშებ, დაისჯები. რაც გეგონა რომ დაბლოკე, მოხვდა ის ფანჩი, ის ჰუკი დაისჯები. დადის ხმები რომ ფავორიტად არ ვითვლები და ცხვარმა მგლის ტყავში გოუთობა მოინდომა. ხო და დღეს თქვენი გოუთისთვის ვიქნები ლომისობა. სარკასტული ვიქნები ვერავინ დაგიცავს, კვადრატული რითმები ვთამაშობ Minecraft-ს, დასახული მიზნები ვილენი თავისას, მაინც გაიტანს, ათიანში ვარტყა მამის სარს, ჩემმა დაწერილმა ბარმა ერთმა კარგმა სტროფმა, დაგიბრუნა კარმა ბედმა დადგა კატასტროფა, ისედაც ვიბატონებ არ მჭირდება აქ დაყოფა, და აქ სიკვდილს გირჩევნია განსხვავებით სხვა განყოფნა, ვერსებს ვასმენინებ ქალაქს ბანდა დავადუმე, ჩემთან კამაც არ გირჩევ დავიწყე დავა თუმე, გამერიდე, აქ მე ვიგებ, დავერიგებ, ვამბობ რასაც, ისეთი ცხელი ბარები მაქვს ეგვიპტეში შურდა რასაც, არ მაქვს კიდე მინდა მეტი, კიდე ვზიდე კოსმოსში ვარ და მაკვირდება ნასაც და გინგრევ იმედებს და გაგიტეხა ვიხტი ბარსაც ვაკეთებ სიკეთეს და თავად ხედავ ვიმკირასაც ამდენი ხანი ვთესე დავწერე ბევრი ესე და მაინც შენი შუნები ქენიესე არავის აღარ ვუსმენ და შევადგენ ჩემი წესებს თუ ვინმეს რამე უნდა აქ შევარცხენ ველიემსებს ნუ დაუჯერებ ძმაკაცის დაწერილ ეპიტეტებს ვართ მე ვერთემს მეს და ვერ გათვალე შენ ეს ბრავო ოჩა განახეთ რამხელა ძალა აქ ჩემს სიტყვას თქვენი გოუთი ვაქციე დღეს ვირთხად ამიტომ ეს დიდხანს ვეღარ იხმაურებს ორი რაუნდი სუფთად მოგიგე და როგორც PvP-ს მესამე სეზონი კონტრას არც ეს ბეთლი იმსახურებს რაუნდი როგორ კონტრას რა მესამე სეზონი ამიტომ ეს დიდხანს ვეღარ იხმაურებს ორი რაუნდი სუფთად მოგიგე და როგორც PvP-ს მესამე სეზონი კონტრას არც ეს ბეთლი იმსახურებს რაუნდი უფრო რესპექტი იყო კონტრაზე აქ ვიდრე რაიმე ცუდად ხსენება ხო მართალი მესამე რაუნდი დოკი ბიჭო სვეჩი ძალიან სასაცილო რაუნდები იყო საღოლ აი სვეჩი შენზე კარგი იუმორის გავკარი მაგრამ შენ ახსენე როკფორის ყველი და ხალს დააბრალე რომ ვერ გაიგეს ვითო უბრალოდ შენმა ყველმა წამოიღო რუსული ვაიბი იმიტომ რომ სირობა იყო ბიჭო, კი, ბაიტზე მართალი თქვი, მე და ჩემი ძმები ვიკრიბებოდით ბაიტზე გასაბეთლად და მე ყლეზე მკიდია რაშვები ხოლმე შენ ძმებთან ერთად ბაიტზე რაშვები ხოლმე ბაიტზე ძმაკაცებთან. ოკეი. ვალობა. ხო, მივხვდით. გიამბობთ როგორ მიდიოდა მზადების პროცესი, სანამ დაიწყებოდა პირველი აკაპელა. მე, ქეი, ხვედე, ატო, გურამა ერთად ვიკრიბებოდით პელესთან დასალევად. ბანის ტიჩი დიჩი თესლი ემსები გარს შეფიქათმის წვავს ჩანს არაფერი ოთახი მიაქვს სკვამს ზოგი მუსიკას რთავს ადგილზე ვაწყობთ ბათლს ხვედე კრავს რაღაც კარგს რაც გვაქვს შენ კიდევ სინავ ჩაც მაგრამ არ უნახი ხარ თვალს ოდა თქვი რომ პროჭი ხარ და ორ წუთში განებებ თავს რამდენჯერ მუშაობდი მაშინ არა უშ ბიჭო გავიგე რომ მუშაობდი მაგრამ და არ ვაპირებ მაგ სიტყვებზე დაგიწყო დევნა მაგრამ ერთი რაღაცა აქ მაინც არავის გვინდოდა შენი სმენა იდინა ოკეი რამდენჯერ აიწია ჭიქა რამდენი სადღეგრძელო ითქვა სანამ ეს ვირთხა იჯდა და უწევდა მესიჯების კითხვა რამდენი ტრეკი გაიშვა რამდენი თებში გადარჩა რამდენი კურიერი მოვიდა და არც ერთი იყო საბაშა არც ერთხელ არ გამოსულყარ შეკომპლექსიანო ჩმორო არ დამიწერო ფანჩებიო და არ დატოვე საკუთარი სორო მე არ ვატარებ ნიღაბს რათა მოგიღო ბოლო მაგრამ მაინც გიტოვებ კისერში ასოს როგორც ზორო ასოს როგორც ზორო შენი Facebook-ი შენზე ყველაფერს ამბობს მოსიარულე გვამო მზადხარ რომ ძღნერი ჭამო 20 ლაიქის გამო შუტკაზე პოსტავს და შევკარით ხალხო საბაშა მხიარული ბიჭია ხომ უნდა ნახოთ პოსტი პირველი თუ ანი ქვია და სევდიანი ხარ შენთვის მანქანას მივაგენი სედანი ანუ სევდიანი ანი თუ გასართობ ცენტრში წავედი გვერდი დავდექი და ვერც გავერთე ესე იგი სისარიელეში ვარ ავჭალაში დენი გამოვუშვით და სასაცილოა ავჭალაში დენი გამოვუშვით გოგოებო თუ ერთგულ ბიჭს ეძებთ 45 წუთია 11 ნომერ ავტობუსს ველოდები ეგ პანდემიისთვის იმდენად მარტოსული ხარ ჯამბაზი ხტები და თავს ეხმარები შენებურად ცხოვრებაში არ წაგიგია დამალობანა შენნაირ ტიპს არავინ მოძებნი და შეგნებულად და
და მნიშვნელობა არ აქვს ამ ბეთლზე უკან დაიყენე ვინ? ხო შენს უკან დგას ვიღაც, მაგრამ შენ არ დგახარ ვინმეზე წინ. იმიტომ ჩამოყალიბდი ასეთად რომ სკოლიდანვე გინდოდა ჩვართან დამსგავსება. შენ სკოლაში ჩვარსაც ქონდა შენი საოცნებო მდგომარეობა, ანუ დაფასება. ხო და დაფასება. ხო დაფასების ყრული კლავს და მაგიტომაც ხარ მტრული, მაგრამ ტყილად იხარჯები როგორც შენი ტრეკების ფული. ჩემი საყვარელი პოსტი არო კონტროლიორებს უგებს სამითნოლს. თან ახსნი მიზეს, რადგანაც მინდა ხალხმაც გაიგოს. ჩემი გამოსვლების მანძილზე ალბათ შეამჩნევდით, რომ ფანჩებად უამრავი რომანი გამოვკიდე. ვახსენე ბევრი მწერალი და მომავალშიც მოგიწევთ, რომ ნახოთ კიდე. გარეთ თუ გინდა არ დაადო ბარათი და კონტროლიორები გამოფიტე, მაგრამ ჩემთან უნდა იყენებდე მეტრომას, რომ ჩემს ანდერგრაუნდში ჩამოხვიდე. ჩემს ანდერგრაუნდში. Ja, შენ გამოგიკრეს აბრა, რომ დოქთან გაქვს ბეთლი და ამან მოგიტანა დიდება. ჩემთვის შეხარ შესაწირი ბატკანი და აბრაამის არაფერში მჭირდება. ჩემი ფანჩები ესობიან სარად, ჩემთან ბეთლში არ ეკნება ვისაც ტრაკი. და თუ მკითხავთ ისაა თუ არა გამზადებული შესაწირად, გიპასუხებთ რომ ისაა კი. ისააკი, ხო, აი გრძნობდი რომ მაგით ასრულდება. ჩემზე მეტ ჰიპ-ჰოპს უსმენ. თითქოს ამ სფეროს ყველა ქვაში აგროვე. მაგრამ დააკვირდი ბედისწერა როგორი ვერაგია. მაგ ქვებითაც ვერ დაუდგები ჩემს საუკეთესო სკილს, რადგან წერა ქვია. ია. წერა ქვია. მჭირდება. წერა ქვია. ბიჭო. ყურება მილიონი ბეთლის ან მოსმენა მილიონი რეპის, რადგან როგორც Daredevils, სულ რო არაფერს არ ვუყურო ყველაზე მეტი მესმის. რეპის გარეთ საერთოდ არ ვაპირებ ექიმობას, რადგან ექსპერო არ იყო საჩემო. მაგრამ შენ მაინც გაგიზომავ წნევას, იქნებ იქ მეტი ბარები მაჩვენო. ბარებზე ფანჩოროს ხომ. ფსიქოლოგი, რადგან ბევრი რაღაც ჩაგითვალე ბოდვაში. ხო და მაგ კითხვა. ეშენი რეპერობა ამ წამ ჩვენთან ერთად არის ოთახში? ძალიან ბევრი რაღაც გეჩვენება. შენ სიტყვას ეთყობა შიზოფრენიის კვალი. მაგალითად თოკაფესთან ამბობ რომ რეპით ფულს ვერ აკეთებ და ეგ ყველაფერი ყოფილა საქართველოს ბრალი. მომიწევს დაგაჯახო მწარე რეალობას, რომ არიფი ყველა პონჩი იქნება არიფი. ქართული ჰიპ-ჰოპი როგორც არ უნდა მოიხოდოს, შენ იქნები თოკაფეს პარიკმახერზე ღარიბი. და კიდევ ვიცი რა მახსოვს მათ პოდკასტიდან. როცა კითხეს დასთან ბიფებზე რაც ფიქრობდი და ისეთი პასუხი გაეცი დაჟე შენგანაც არ ვებელოდი რომ ეგეთ ყლეობას იტყოდი. ესე იგი, როცა რეპავდნენ რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ შეკრება. ვიცი. სახე დაამოვა. რეპავდნენ რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ უზრდელების შეკრება. რომ ვაგინებთ ერთმანეთს და ვატარებთ როცა ვინმე ჩვენს ოჯახს ეხება. რომ ვძირავთ სფეროს, ვკადრულობთ უკადრებელს. და უნდა შევწყვიტო ჩქარა, რომ ყველა ვინც დღეს ტაში დაგვიკრა არის ჩვეულებრივი ფარა, შენ გამოდიხარ და ამბობ რომ ამის მოსმენაც გისწორდება. ამას აკეთებს ტიპი, რომელიც ბეთლ პროექტში იმყოფება. შენ ამ სფეროს არ ეკუთვნი და ამ რეალობას ყველაფერში აჩენ. შენ დღეს ვერავის ვერ დააჯვა, მაგრამ მაინც სულ ყველას გვარცხვენ. ხოლო რასაც გეტყვი დასზე, ის არის რომ რასაც არ უნდა გვიგზავნიდნენ მესიჯებად, მე ვიცნობ ქუთაისს და ვიცი რომ მაგ ბიჭებს ასეთი ვირთხები უფრო ეზიზღებათ. თანხდებით თუ ვერ თანხდებით ჩვენ და დასიც ამ სფეროში დავრჩებით, მაგრამ ასეთი ორტრაკიანი ტიპები ყველაზე პირველები გაქრებით. თუ არც იქით ახარ არც აქით მაშინ ვერცად ვერ იქნები. სანამ ბეთლებზე ვირდგები ვერ გაიხარებთ ვირთხები. ბეთლი უბრალოდ შოუ გეგონა, მაგის იმედით მიხვედი, მაგრამ შენ ახალ მაიკ ჯექსონი არ მოგწონს რომ ბოლომდე არ საითიხრები. კაროჩე, ამ ბეთლში ყველაფერი მქონდა. სეტაპები, პანჩლაინები, რიდლები. მოკლედ განსხვავებული რიდლერი ვარ, არ დავტოვე კითხვის ნიშნები რა უნდა. საინტერესო იყო, უდაოდ საინტერესო იყო. ეს აქ ხართ პირველ რიგში შენ, იმიტომ რომ ეს შენი პირველი ნაბიჯია აქ, დოკი უკვე აქ იყო და მადლობა რომ შენი შესაძლებლობები გვაჩვენე. დანარჩენს ჟიური გადაწყვეტს, ჟიურის ქულები გადაწყვეტს უფრო სწორედ. მოდი სანამ საინტერესო ნახოთ. ჟიურიმ უბრალოდ თავისი აზრი გვითხრას. იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, ჟიური არ იტყვის არც ქულებს, არც შედეგს ბოლოს ვიტყვი მე. ვიცი, მაგრამ არ გეტყვით ვინ მოიგო. თუ შეიძლება Young Mike's ხავთ? ბოლოს გამოვაცხადებს. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ პატევი დამდეთ და თქვენს წინაშე წარვდექი დღეს. Body skip. აზრით ჩემი. დოკის ტექნიკა უფრო მინიმალისტური რაც დების ხარი მეორე freestyle კაი.
მგონი personal უფრო ამას ქონდა ვიდრე შენ. ეგ ერთი. მეორე freestyle-ები ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სასიამოვნო ბონუსია ბეთლზე. ესეც ამას. მომზადება ორივე კარგად იყავით მომზადებული, მაგრამ რადგან კრიტერიუმში მომზადება წერია, მანდაც უეჭველი ჩემი აზრით დოკმა მოგიგო, იმიტომ რომ ერთ მომენტში ოდნავ ხარვეზი ქონდა. ტექნიკაში შენაჯობე ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც ქონდა დაწერილი შიგნით რომ მიდიოდა რითმაობა და რაღაცები, კაი იყო, უბრალოდ აი პერფორმანსში გაჯობა აი, პროსტა მოძრაობით გაჯობა რა, ანუ რაღაც რასაც ვიძახდი, კაკრას. სხვა სიტოქში ეს უკეთ ქონდა დოკს ჩემთვის რა. საერთო ჯამში ჩემი ხმა დოკს, მაგრამ ძალიან მაგარი ხარ მართლა, მაგრად ვიგადავი და ისა ტყუილად გაცივდი არის უმეჭველი. პლაინია ტყუილად გაცივდი, რა. Yo, grotesky. Alright. მოგეთ, ბევრს არ ვიბაზრებ. ისედაც გასაგებია რა მოხდა და როგორ ერთი ხმა ორი რაიმენ რუცისთვის შენობაში თქვენთან ერთად არის გროტასკი მეგობრებისთვის გოჩა ერთ რამეს ვიტყვი რა ბეთლ რეპს აქვს თავისი კრიტერიუმები ადრე თქვა პელემ რა ხო და თავისი როგორ გითხრა flow flavor თავისი ენა აქვს ბეთლ რეპს და ფანტასტიკურად ქნა ამ კაცმა რა 10-დან 10 ყველაფერში შენ მართლა მაგარი რაღაც სეტაპები ქონდა ექსპერიმენტები მე უბრალოდ ერთს გირჩევდი მაგ ასე ვთქვათ მაგ ენაში ჩასვა რა ესე ვთქვათ როგორ გითხრა რა ტრანსფორმაცია გაუკეთო რომ უფრო ისეთი იყოს როგორ გითხრა კარჩე შენი სეტაპი რო იწყებოდა ვიცოდი რომ სეტაპია რა ამის სეტაპები სად იწყებოდა სად თავდებოდა სიმართლე გითხრა ნახევარზე მეც ვერ ხვდებოდი სანამ არ მორჩებოდა რა პანჩლაინით რა მაგრამ სადღაც მეორე რაუნდში ფიქრობდი რომ ყველაზე ხარ რა სასწორი აქეთ გადმოიხარა რა მაგრამ ნუ მე მესამე რაუნდი იყო და მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა მადლობა ორივეს ჩემი ხმა დოკს რა მერსი ბრო 99-71 დასრულდა ეს ბეთლი დოკი სასარგებლოდ და ნახევარ ფინალში მიულოცოთ დოკს დამსახურებული გამარჯვება მიულოცოთ შევხვდებით დოკს ფეის-ოფი ბიჭებო ნახევარ ფინალში ეს არის ადამიანის ერთმანეთს ამატერასუ versus დოკი ჩემი აზრით ძალიან კარგი ნახევარფინალი გველოდება იმიტომ რომ ამატერასუ KMC-სთან ძალიან კარგი იყო უდაოდ კარგი იყო დოკი ვიცით ვინცაა ძალიან კარგი ბეთლი იყო ეს აი ისეთი რომ კიდე ბერჯულ რო ჩართავ და იკაიფებ ფანი პანჩებით სტრუქტურებით ტექნიკით და სხვადასხვა რაღაცით ისევ როგორც ბერჯელ მოგვისმენია დარწმუნებული სმენელს დოკის ჯიუნასთან რაუნდებისთვის, მარტო ჯიუნასი რაღაც და დოკის რაუნდებს რო უსმენთ და ჯიუნას რაუნდებს სკიპავდით. ეხა ამ ბეთლში შეგვიძლია მთლიან ბეთლს უყუროთ, იმიტომ რომ ის იცი როგორ თქვა, სამი სახელი აქვს ერთ-ერთ ვიტყვი. ვილენის რაუნდები ძალიან კარგი იყო. წარმატება უსურვოთ პროექტს. გამოიწერეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ რაიმენ რუცის არხი. წარმატებები უსურვოთ მათ. განვითარება და ეს კაი ნახევარფინალი გველოდება რა დარწმუნებული ვარ სიგიჟე იქნება აი აქ უეჭველი წავალ და ფეხებზე მკიდე არ მაინტერესებს პირველი მოსმენის მნიშვნელობა მე სანამ დადებენ დამავიწყდება ან არ დამავიწყდება მაგრამ დაიკიდეთ ვერ არის კაი აბა ნახვამდის love you guys